მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. პროევროპულ აქციაზე დაკავებული 4 პირიდან, რომელიც ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩამოიყვანეს, 3 დაკავებულს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა. ამის შესახებ ჩვენს რედაქციას ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ეუბნება, რომელმაც დაკავებულები წუხელ გვიან ღამით მოინახულა. ახალციხელ აქტივისტს თათია აფრიამაშვილს, ალბი კორძაიას, ნენე გაბელიას და შუშანა მაცაბერიძეს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ეს წუთია მე და ჩემი კოლეგა ქალბატონი ეკატერინე აბაშიძე ვიყავით და შევხვდით ადმინისტრაციულ წესით დაკავებულებს თათია აფრიამაშვილს, ალბინა კორძაიას, შუშანა მაცაბერიძეს და ელენე გაბლაიას. და ასე იგი თითოეულ მათგანს უпроსტად გარდა თათია აფრიამაშვილის დანარჩენებს აღენიშნებათ დაკავებისას მიყენებული ფიზიკური ძალადობის კვალი, ხელებზე კისრის არეში და ასე შემდეგ. მათ შორის შუშანა მაცაბერიძეს შემოხეული აქვს მაისური, აშკარაა ძალადობის კვალი და ესე იგი ტრადიციულად პოლიციას როგორც შევიახულმე 166-173 მუხლები, საყველიპურო მუხლები აქვს, ასე ვთქვათ, ვინმეს დაკავება რომ უნდათ, ყველაფერზე რომ მიდის ისეთი მუხლებია ეს და ამით აყავთ დაკავებულები, დანარჩენს ახლა ჩვენი კოლეგები განაგრძობენ, თბილისში ჩატარდება ბუნებრივია მათი სასამართლო და მათი ასე ვთქვათ, მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეროგატივაა. და იქ უკვე ჩვენი კოლეგები მიიღებენ ბუნებრივი ამ პროცესში მონაწილეობას. სინდისის 11 პატიმარს ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩიას, რუსლან სიმაკოვს, რევას კიკნაძეს, გიორგი ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს, ირაკლი ქერაშვილს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 11 დემონსტრანტს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა, თუმცა შემდეგ ბრალი ჯგუფური ღონისძიების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის მუხლით კვალიფიცირდა და პატიმრობაც ამ მუხლით შეეფარდათ. პროევროპულ აქციაზე დაკავებულ საბას ხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. თავდაპირველად ხვიტარიძეს გამოძიება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაკვალიფიცირდა და მოსამართლემ სწორედ ამ მუხლით სდო დამნაშავედ. გარდა საბას ხვიტარიძისა, გუშინ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დემონსტრაციებში მონაწილე ანტონ ჩეჩინს 8 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის 8 პატიმარი პატიმრობაში დატოვა. სადაო ლეგიტიმაციის პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად დანიშნა. ინფორმაციას ქართული ოცნების პარლამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მდინარაძის არჩევას მხარი ერთხმად 95 დეპუტატმა დაუჭირა. მდინარაძე კობახიძემ ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მაშინდელმა უფროსმა ანდრი ოხანაშვილმა პოსტი დატოვა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.